გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელია. ლა ლიგის კლუბის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით ქართულ თავდამსხმელს წელიწადში 4.500.000 ევროს უხდიან ბონუსებისა და პრემიების გარეშე. მონაცემებიდან ირკვევა, რომ ვილიარეალში საერთო წლიური სახელმწიფო ფონდი 66.280.000 ევროს შეადგენს. მოთამაშეების საშუალო ხელფასი კი 2.559.231 ევროა. კვარასა და ოსიმენის დუეტს PSG-ში ვერ ვიხილავთ. ნიგერიელის პარიზულ კლუბში გადასვლა გამოირიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Foot Mercato ავრცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ 27 წლის ფეხბურთელის შეძენით ევროპული ფეხბურთის გრანდები იყვნენ დაინტერესებული. მათ შორის კი ყველაზე რეალური ნიგერიელის PSG-ში ტრანსფერი იყო. პრესტიჟული სპორტული გამოცემა ESPN 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად ესპანეთს ასახელებს. გამოცემის მიერ ტურნირის დაწყებამდე 100 დღით ადრე გამოქვეყნებულ ჩამონათვალში ფავორიტების ტოპ 5-ში ესპანეთის გარდა მოხვდნენ საფრანგეთი, არგენტინა, ინგლისი და ბრაზილია. მაკგრეგორი ბრუნდება. UFC-ს ლეგენდარული ირლანდიელი მებრძოლი ამბობს, რომ ზაფხულში იბრძოლებს. მისივე თქმით, ორგანიზაციასთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მაკგრეგორი განმარტავს, რომ მისი დაბრუნება შესაძლოა თეთრ სახლშიც შედგეს. თეთრი სახლის ქარდის გამოცხადებას დენა ვაიტი მიმდინარე კვირის ბოლოს აპირებს.